სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ამ წუთებში მიმართავენ ადვოკატების სხდომა გაიხსნა სწორედ ადვოკატების შუამდგომლობებით, რომლებიც ნინო გალუსტაშვილს სთხოვენ, მიმართავენ, რომ აირიდოს საქმე. ყველა ადვოკატი 11 პირიან საქმეზე, ჩენდისის პატიმრის 11 პირის ადვოკატი ფიქრობს, რომ ნინო გალუსტაშვილი არის ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი მოსამართლე. სწორედ ამიტომ ისინი ამბობენ, რომ ის აღარ უნდა წარუძღვეს ამ პროცესებს. საინტერესო არა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, დიდი ალბათობით შუამდგომლობებს არ დააკმაყოფილებს, თუმცა ყველა ადვოკატი უკვლებლივ ამბობს, რომ მათ არ სურთ მის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და მოტივი არის ბუნებრივია მისი გუშინდელი გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი 21 წლის ბიჭი მათე დებიძე გაუშვა 4 წლით და 6 თვით ციხეში. ყველა ადვოკატი ცალსახად ამბობს, რომ გალუსტაშვილი ასრულებს ხელისუფლების დაკვეთებს და ის არის ერთგვარი ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელისუფლების და სჯის ახალგაზრდა ბიჭებს. აქედან გამომდინარე მარტივია დასკვნის გამოტანა, რა გადაწყვეტილებით ხელმძღვანელებს ის უკვე 11 პირიან საქმეზე ყველა ეთანხმება ადვოკატებს, ბუნებრივია მათ შორის თავად ბრალდებულები, 11-ვე პატიმარი, სინდისის პატიმარი და მათი ოჯახის წევრები და ახლა ყველა მოლოდინშია დააკმაყოფილებს თუ არა ნინო გალუსტაშვილი ადვოკატების ამ შუამდგომლობებს. თქვენს მიერ გუშინ მიღებული განაჩენი არის ის ობიექტური ახალი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო განაჩენი მიიღეთ 21 წლის მათე დებიძის მიმართ. 4 წლით და 6 თვით გაუშვით ის ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის. თქვენ, ბატონო მოსამართლე, ამ განაჩენით ფაქტიურად გახდით პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი ხელისუფლების პირობებში, როდესაც ფაქტიურად ყველა სივრცეში და ყველა საზოგადოებრივ მოცემულობაში არის რეპრესიები. თავად სასამართლო სტომათა დარბაზში ვხედავთ და არა მხოლოდ დარბაზში, არამედ მის კედლებში ვხედავთ მომეტებულ ძალადობას და თქვენი გადაწყვეტილებით ამ ყველაფერს ხელი შეუწყეთ. თქვენი მოქმედებები გახდა ჩვენთვის დაცვის ხარისათვის განჭვრეტადი, რაც ბანგალურის პრინციპების, რომელიც მოიხსენებათ სასამართლოს უმთავრესი პრინციპებია, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი. არც ერთი ეს კომპონენტი ამ შემთხვევაში დაცული არ არის. თქვენი მოქმედება, რომელიც გუშინ განახორციელეთ სტომათა დარბაზში, სწორედაც რომ ის ახალი ფაქტობრივი გარემოებაა, რომელიც დაცვის ხარეს აფიქრებინებსო სამომავლო პერსპექტივაში, თქვენ არ იქნებით ობიექტური, თქვენ შეაფასებთ ყველაფერს პოლიტიკურ კონტექსტში, რადგანაც ეს ადამიანები, სინდისის პატიმრები, მტკიცებულებების გარეშე სამართლდებიან. აქვე საგულისხმოა უნდა ვაყენებთ თქვენს აცილებას, რადგანაც არ არსებობს მოცემულობა, არ არსებობს პერსპექტივაში განჭვრეტადი თქვენ დამინდობა დაცვის ხარისხიდან, რომ მიიღებთ ობიექტურ სამართლიან გადაწყვეტილებას. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებსაც ამ დრომდე ჯერ კიდევ ჰქონდათ გარკვეული ობიექტური მოლოდინი მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ისინიც ამბობენ, რომ მოსამართლე უნდა შეიცვალოს ამ საქმეზე და უნდა იქნას აცილებული აუცილებლად. გუშინდელი გადაწყვეტილება მათთვის არის ერთგვარი ეგზამპლები სახელმძღვანელო, რა შედეგი დადგება 11 პირიან საქმეზე, რა განაჩენს გამოაცხადებს გალუსტაშვილი, სწორედ ამიტომ ისინი ფიქრობენ და თვლიან, რომ დღეს უნდა გადაწყდეს სწორედ 11 პატიმრის ანდრო ჭიჭინაძისონისაც და მათთან ერთად დაკავებული კიდევ 9 პირის ბედი და ეს ყველაფერი ახლა უკვე არის ადვოკატების შუამდგომლობებზე და შემდგომ უკვე გალუსტაშვილის გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. თუ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, ამის შემდეგ დიდი ალბათობით იმსჯელებენ თავად პატიმრებიც, მათი ოჯახის წევრებიც შეთანხმდებიან ერთმანეთში და დიდი ალბათობით ისინი სტუმრებს აღარ დაესწრებიან ამის შემდეგ. მოხდა როგორი შედეგიც დაიდო, აი ელემენტარულ რაღაც მოქმედებაზე, რომელიც პრინციპში თავდაცვითი ფორმა იყო ადამიანის, ამ ახალგაზრდა ბიჭის, მე უკვე აღარაფერი აღარ მიყვარს. სასიკეთოს შედეგის დადება, რა ვიცი, მე ეჭვმება. ასევე შეუძლიათ აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიუსაჯონ ნებისმიერ ადამიანს.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ფორმალურად უნდა გაგრძელებულიყო მოწმეთა გამოკითხვით. საუბარია ბრალდების მხარის მიერ მოყვანილ მოწმეებზე, პოლიციელებზე, მათ შორის არის გამომძიებელი, რომელმაც საქმის მასალების შეაგროვა, თანდაურთო მტკიცებულებები, მასთან ექნება შეკითხვები გამომძიებულებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ პროცესი გაგრძელდა, იმ შემთხვევაში, თუ ნინო გალუსტაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და არ აირიდა საქმე. ამ წუთებში კვლავ გრძელდება ადვოკატების შუამდგომლობა. 11-ვე პირის ადვოკატი ხსნის, რატომ უნდა აირიდოს გალუსტაშვილმა მოსამართლემ ეს საქმე.